ფეხბურთში მიყვარს რაღაცა მისტიური რაღაცების მოგონება. რაღაცა ჭირს მაგ კლუბს. არგენტინას ჭირდა ნაკრებს. მესის ხელი, ეს მარადონას ხელით გოლის მერე, აი 22 წლამდე ერაფერი, ხო? 2 კოპა ამერიკა. სულ 91 წელი. მესის ხელი მიიღეო და ეხლა მესის ხელი, ხო? იქ ვიღაცასაც, აი ბენფიკაზე, ხო? ის ბელა გუტმანის წევლა, რომ ხელფას მომიმატეთო, არ მომიმატეს, მის მერე არაფერი საერთაშორისო არ მოუგე, რამდენიმე ფინალში იყო წააგო ყველა. და როგორც ჩანს, იუნაიტედსაც რაღაცა ესეთი მისტიკური მომენტი ჭირს, რომ თან ეხლა ოღონდაც რამე მოიგონ, თორე ჟოზე მოურინიოს დროს რომ მეორე ადგილზე გავიდნენ და ევროპა ლიგა მოიგეს, ეგ რა არისო კაც. ეგ არ გვადართ ჩვენ მხოლოდ პირველ. ეხლა ოღონდაც რამე მოიგონ, ძალიან ცუდღეშია გუნდი. ძალიან. მანჩესტერი ხა ჩემს სერანის გავლენაა ცოტა რთული. მე კარე ის წვრთნელიდან დაწყებული ლამის ყველა ფეხბურთელზე გადადის. ეხლა დღეს კი ანეკდოტად არის, რომ როგორ გაყიდა ინტერმა 50 მილიონად ონანა და იყიდა 5 მილიონად სომერი და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა და ეს ონანა შეცდომაზე უშოც, ხო? არა მგონია რომ 50 მილიონად იყიდებოდეს ის მეკარე, რომელიც არ ვარგა. აშკარად რაღაცა იქ რო წავიდა, მერე ცოტა წავიდა და 50 მილიონს არ ღირდა ეხლა ონანა. ხო, არა, ონანას თამაშები რო გენახა თუნდაც ეხლა თავის ყოფილ კლუბში არ იყო ისეთი სტაბილური, როგორც თუნდაც ეხლა მანჩესტერში ბევრი სტაბილური არის ფეხი. ეს არის ძალიან ხმამაღალი ნათქვამი და ბევრი მანჩესტერის ძველი ლეგენდისგან, გულშემატკივარისგან კი არა, ფეხბურთელისგან გამიგია, რომ შენ ონანასთან პირდაპირ ეუნებია, ესე კი არ წერესა. შენ ხარ ამ კლუბის ისტორიის ყველაზე ცუდი მეკარე. 150 წელია კლუბი არსებობს და ვიღაცას რომ მაგას ეუნები, ესე იგი რაღაცაშია საქმე.